შეგვიძლია დავიწყოთ. მოგესალმებით. მე ვარ თინათი გურგენიძე, ან თიკო გურგენიძე. მე მგონი თქვენ მერე გადაცნობთ, ხო? ორ სიტყვას ვიტყვი, იმიტომ რომ ჩვენთვის ძალიან ემოციური დღე არის, იმიტომ რომ საქართველოში არ ვცხოვრობ და პირველად ვარ დღეს აქ და თან მოდერაციაც დამევალა და ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც უკვე 5 თვეზე მეტია, მე მგონი ყოველდღე არ ჩერდებით და სოლიდარობა ყველა უკანონოდ დაპატიმრებულს პირველ რიგში ყველა სხვა ჩაგრულთან ერთად. დღეს ყავს სოსო ალავიძე, არქიტექტორი და ლევან კალანდარიშვილი. და გვინდა რომ ვისაუბროთ რაც ეხლა ისე აქტუალური გახდა, იმიტომ რომ ცოტა ხნის წინ ისე ყავ დაიწვა ბაზარი და არ არის ეს პირველი შემთხვევა და ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ როგორც ჩვენი სფეროს წარმომადგენლების დაკვირვება თვითონ ამ სივრცეებზე, რომელიც ამ ხანძრის შედეგად იწვება და ასე ვთქვათ მეხსიერებიდანაც ქრება. თუ ამაზე არ ვილაპარაკებთ, არ გავიხსენებთ, არ დავაფიქსირებთ, დოკუმენტაციას არ გავაკეთებთ და ბევრს მე არ ვილაპარაკებ, იმიტომ რომ ბევრი დრო არ გვაქვს და მე მგონი ლევანს ვთხოვ, რომ იქნებ გაიხსენოს ეს ასე ვთქვათ წინაწლები, იმიტომ რომ თქვენ მითხარით, რომ რაღაც 8 თუ 10 ხანძარი და გაიხსენეთ, ხო, რაც მოხდა. და საღამოშიდობისა და მადლობთ მოწვევისთვის და რა ვიცი ჩვენს მე კი ყოველდღე აქ ვარ, მაგრამ მაინც ყველას კარგად გიცნობთ, მაგრამ მაინც მინდა რომ ჩემი ასე ვთქვათ კიდევ ერთხელ გამოვხატო თანადგომა და ძალიან მიხარია რომ თავარი რაოდენობა არ არის, თავარი არის მაინც ის ხარისხი, რომელთაც ადამიანები უკეთესი მომავლისთვის რაღაც თავისი წვლილი უნდა შეიტანონ. რაც შეეხება ეხლა ჩვენ თემას, რავი, პირველად რომ დამწრობასთან დაკავშირებით და გადაწყვეტასთან დაკავშირებით პირველი რაც გამახსენდა ეს ჰეროსტრატუსია, იმიტომ რომ ეს პირველი ასე ვთქვათ თავისი განდიდების სურვილი იყო თუ რაღაცა დაწვა ეს ტაძარი არტემიდის და იმის შემდეგ არ ვიცი შერაცხეს საერთოდ მისი ხსენება არ შეიძლებოდა და ეს ეფესოსში მოხდა და ხოჭვის ნანგრევები ეხლაც არის ნახანძრალის. ხო და მე შევხედე ამ თემას ჩვენი თემა დავთვალე ეხლა რაღაც უცბად გავირბინე ასე ვთქვათ ინტერნეტ სივრცეში და 8 ხანძარი დავთვალე დიდუბეში მარტო. ხო და ამ დიდუბისთან ერთი ისა ყავს ცნობილი პოლიტიკოსი ქალბატონი, რომელიც დიდუბის გამგებელი იყო და მის უშუალო ამ გამგებლობისას 4 ხანძარია მომხდარი. ეს ყველა ხანძრები რასაკვირველია, იგივე იმას მიზნით არ იყო გაკეთებული, როგორც იმას ქონდა ჰეროსტრატეს ჩაფიქრებული, რომ მაგრამ რეალურად ჩვენი ცხოვრების იმათ იქცა რაღაც ურბანული სივრცის გაუბედურება. სულ ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ ეს ურბანული სივრცე რაღაცას დავამგვანოთ, მაგრამ აი დღესაც სხვათა შორის გვირაბის გახსნას არ ვიცი უყურეთ თუ არა, საინტერესო ის რომ დღითი დღე ლამაზდება ჩვენი დედაქალაქი და დაახლოებით ჩვენ დროს მე რო ახალგაზრდა ზუსტად ესეთი ტერმინოლოგიით გამოდიოდნენ, ასე ვთქვათ, პოლიტიკოსები და მაშინ ერთი პოლიტიკური ის იყო განწყობილება ყველას და დღესაც ხედავ რომ ზუსტად ისევე იმეორებენ რა და აი როცა უყურებ მე ამ მთლიანად დიდუბეს, რომელშიც მე გავიზარდე, იქ სწავლობდი ახლოს და დიდუბე რაღაც სხვანაირი სივრცე იყო, იმიტომ რომ კინემატოგრაფიასაც იქ ვეზიარე, ეს ცნობილი კოსმოსი ფილმი იქ იყო, არქიტექტურასაც და საბაგირო გზებსაც, იმიტომ რომ საბურთალო და ის კავშირი რაღაც ძალიან ისეთი ახლობლობა მაკავშირებდა სტადიონზე, რომ არაფერი არ თქვათ და კიდე რაღაც ხო და ჩვენ თვალწინ ფაქტიურად აი ეს უბანი უფრო ძალიან შეიცვალა. ცხოვრება მოიც სხვანაირი სივრცე
ფაქტიურად მოწმე ვარ რაღაც დიდი ზღვის რაღაცა სხვანაირი ცხოვრება აბსოლუტურად რა შენ თვალწინ რაღაც 30 წელიწადია და გუშინში როცა დავათვალიერე კიდე ერთხელ მივხვდი რომ ეს უნდა მონუმენტად გამოვაცხადოთ საერთოდ ეგ ზონა რა იმიტომ რომ საქართველოს უახლესი ისტორიაზე თუ გინდა აი რა ხდება საქართველოში ეს უნდა ჩახვიდე იმ სადგურის ქვევით ბაზრობაზე ნუ დამწვარ ნაწილებზე აღარაფერს არ ვაბობ როგორიც ბავშვთა სამყარო იყო აი გუშინ თუ რა 30 აპრილს დაიწყო ხო ეს როდის იყო ეს ბოლო ხანძარია რა და რომ ცხოვრება თითქოს იქ ზუსტად ისეა როგორც იმ დროს როცა დაიწყო ეს ბაზრობები როცა თქვათ იქ ტრამვაის ძალიან საინტერესო დეპო იყო არაჩვეულებრივი ინდუსტრიული არქიტექტურის რაღაცა ის ნუ რა ვიცი აი რატო არ იცვლება ეს ახლა ჩვენ წინ პასუხისმგებლობას ვიღებთ ჩვენ თავზე იმიტომ რომ რაღაცა როცა იწყებენ ლაპარაკს ამას სივცულად მოვა რაღაცა გავაუმჯობესოთ აი რატო არ ესეთი კრიტიკული ადგილია ხო რამდენი ადამიანი ჩვენ ხო იქ დავდიოდით არ ვიცი მაცივარი არ ვიცი ბავშვები ვისაც ყავდა 90-იან წლებში მაცივარში დავდიოდით რაღაცა ის უკეთესი პროდუქტი ანუ ძალიან ისეთი უბანია სამანტყოფოებია რომელშიც სამანტყოფოს აი მულტიფუნქციური სამანტყოფო რა ზუსტად მაგას ოპერაცია მქონდა ჩემ თვალწინ ასე თქვა სამანტყოფო გადაიქცა სამზარეულოდ ანუ რაღაცა სეგმენტი ამ სამზარეულოს წაიღო აი გაუბედურებული ადამიანები რომლებიც მაკარონისგან პიცას მეთქი იმიდან ხო აჩმას აკეთებდნენ მაპატიე აჩმას აკეთებდნენ ხო და აი ეს ახლა არქიტექტურაზე მინდა ვილაპარაკო მაგრამ ეს ადგილია რა რაღაცნაირად აი ესეთ დარჩა არქიტექტურული სიცე დავარქვათ მაგრამ უზარმაზარი სოციალური დატვირთვით არის ეს ადგილი რა რომელსაც აი ვერაფერი ნუ ეს როგორ არის სახელმწიფოსთან დაკავშირებული როგორ არის გამდიდრებულ ხალხთან რომელსაც შეუძლია რასაკვირ უფლება ამას ვინ უკრძალავს მაგრამ არაფერი არ ჩანს იმ რომ ვიც იქ არის უამრავი რაოდენობა არ ვიცი ახლა სტატისტიკურად ვერ მოგატყუებთ როგორც სტატისტიკის დეპარტამენტი ყოველდღე რაღაცა ისე მაგრამ რეალურად ამდენი ხალხია და იმ ხალხს ეთყობა რომ ზუსტად იქ არიან სადაც იყვნენ როცა დაიწყეს ეს საქმე რომელიც მას სიცოცხლის და სიკვდილის საქმეა რეალურად არა სრულიად დაუცველები ნუ ის მეორე ვარიანტია დაზღვევა არა მაგრამ რო წაიკითხოთ აი მოკლე ჩანაწერები თითოეულ ხანძართან არც დაზღვეულია არც აი რაღაცა ღვთის რა ვიცი რა ყველას გონია რომ რაღაცა იქნება უკეთესი როგორ გავაკეთოთ ეს უკეთესი არ ვიცი აგერ მოიტანა ელიავას ბაზრობაზე რამდენი ის არის არა პროექტი გამოცხადებული ელიავაც ხო ესეთი ადგილია ერთადერთი ცოცხალი წერტილი რაღაც გამოფენაა თითქოს სადაც ადამიანებს კიდე აქვს შესაძლებელი რაღაცა ცოტა განიტვირთონ ისიც რომ ნახოთ როგორ არის იქაურობა მოწყობილი დარწმუნდებით რომ არც ისე ადვილადაა საქმე ნუ მაინც რაღაცა განათლების ცენტრად მაინც იქცა და ციგნების ასე თქვათ შეძენა მაინც შეიძლება რა იქით კიდე გორგიაში ხანძარი იყო ერისთავის ქუჩაზე უზარმაზარი ქარხანა იყო იქაც ქარდა ანუ გინდა ინდუსტრიული ობიექტი იყოს ძირითადად გინდა სავაჭრო ობიექტი ყველაფერს ამ რა ქვია ცეცხლი წაუკიდეს რა ნუ უკიდია ყოველ შემთხვევაში წაუკიდე ახლა ნამეტანი იურისტები მეტყვიან რომ ვინ წაუკიდა მაგრამ ეს რეალურად ხო და იმის დროც არ არის რომ აი რანაირად უნდა გადაარჩინო როგორც ურბანისტმა ეგ ადგილი როცა ამოდენა ხალხმა არ ვიცით ხო არც ეთო ყველას რაღაც აწყობს ეს აი სულ კითხულობ ხოლმე რა ნუ თუ არ შეიძლება რაღაც ისეთი შეკავშირება რაღაც ცდელობა სხვა შორის როცა დაიწვა ბავშვთა სამყარო იყო რომ რაღაცა აი ჩვენ არ ვიცი როგორ დაიცვეს თავისი უფლებები ახლა მე მაგაში ისე ჩახედული არა ვარ და ვერ მოგატყუეთ მაგრამ არქიტექტურულად განადგურებულია ეს ამბავი და დიდი შრომა დაგჭირდება ალბათ რომ ყოველთვის მეკითხებია რა გავაკეთოთ რა და ხანდახან იმაში ვარდები ძალიან პესიმიზმში იმიტომ რომ
აი რაც არ უნდა არ ვიცი რაღაცა მინახე შეიძლება რა ადამიანებს რაღაც შვება აქვს მაგრამ არ ვიცით აი სანიტარული ზონასავითაა ხო რკინიგზის სამანტყოფოა აბა ერთი გაიარეთ გინდა თოდუას კლინიკა აიღე ხო მაღალი ტექნოლოგიების შედიხარ ეხლა ღმერთო არავის არ დააჭიროს იქ შესვლა მაგრამ შედიხარ და რაღაც პნევმატური ფოსტაა შენ თავზე შენი რაღაც დიაგნოზი აქვს მილებში გადის გამოდის იქით გამოჩენილი მხატვრების სურათებია იქ პიანინოზეც უკრავენ ხოლმე ხო და აი რეალურად თითქოს სივრცეა შეგდა გამოდიხარ და ზუსტად იგივე ის არის რა ქვია მათ ბაბუაჩემი იყო ვენდისპანსერის დირექტორი ბოლოში ეშეობდა ხანდახან გული მაინც ავდივარ ხოლმე რაღაცა სტომატოლოგების კლინიკა მეორე სართული ბოლო სართული ისევ-ისეა მიგდებული და ჭუჭრუტანაში გავიხედავ ხოლმე და იქ კედლის გაზეთია ხის ჩარჩოში ვენეროლოგის ხმა ხო და აჭედიელ კარებში და ნუ ეს ხუმრობით კი ვამთავრებ მაგრამ ძალიან სევდიან განწყობილებაზე ვარ და იმედი მაქვს რომ რაღაცა მაინც ისე უფრო კარგად წავა საქმე მივიხაროთ ქვეყანა განცხადებისა რომლითაც რაღაც იმას სამოთხეში ცხოვრებას ვიპირებენ რა ნუ რა ვიცი ჩვენ ვცდილობთ მართალია ცოტანი ვარ ის ადამიანები რომელსაც რაღაცა მაინც აი სინდისის ქეჯნა არის ეგეთი ისა რა და კი ქეჯნის მაგრამ ბოლომდე რაღაც ვერ ვერევით მაგრამ ისევ იმ აი ამ ერთ რაღაც დაახლოების პრობლემა გვაქვს მეგონი და ემოციურები ვართ ძალიან რა რაღაც აი საღად ისე დამშვიდებით ცხოვრება ეგეთი გვაქვს მაგრამ აი რაღაცნაირად მაინც მინდა ვისურვო რომ უფრო რაღაც სტრუქტურირებულად მოემზადოთ ახალი ცხოვრებისთვის მე კი რა მე წამსვლელი ისა ვარ მაგრამ ახალგაზრდებს არ მინდა რომ ესე დარჩეთ ეს ისეთი ქვეყანა რომელიც მე 35 წლის მეგონა რომ მაინც რაღაცით შეიცვლებოდა მადლობა ლევან ძალიან დიდი ყოველთვის ძალიან საინტერესოა თქვენი მოსმენა ახლოს მივიტანო იქით მიუხედავად იმისა რომ მეც არქიტექტორი ვარ ძალიან ხშირად ვაკრიტიკებ არქიტექტორებს იმიტომ რომ ხშირად ჩვენ მხოლოდ შენობებზე ვფიქრობთ და არა იმ ადამიანებზე რომლებიც თვითონ ამ სივრცეებს ბაზარი იქნება თუ შენობა ქმნიან და ზუსტად ეს არაფორმალური თუ ნახევრად ფორმალური ბაზრებით ზუსტად ესეთი სივრცეებია რომელიც პირველ რიგში ჩემი გადმოსახედიდან ადამიანების მიერ არის შექმნილი აი სოსომ მოგვიმზადა პატარა ბუკლეტიც ელიავას ბაზრობაზე რომელიც ალბათ ყველა მიცით და თბილისის განუყრელი ნაწილია ეს ბაზრობა და მანდაც მოხდა ხანძარი კი არაერთ გამარჯობათ მეგობრებო მადლობა რომ მომეცით საშუალება ორი სიტყვა გითხრათ ხო ჩემ გადავწყვიტე ელიავას ბაზრობაზე გელაპარაკოთ პირადად ჩემთვის ძალიან საყვარელი ადგილია ძალიან მიყვარს ელიავას ბაზრობა და ხშირად დავბოდიალობ ხოლმე ხანდახან უმიზნოთაც კი აი შემილია ელიავას ბაზრობა აი პატარა ისინი დაგირიგეთ ბევრი ვერ დავბეჭდე მაგრამ ნუ რაც დავბეჭდე პირველ გვერდზე არის 2 წლის წინ კონკურსი გამოაცხადეს და ამ კონკურსში რაღაც პროექტები იყო წარმოდგენილი და ერთ-ერთი პროექტი რომელიც ნუ ეს მომეწონა ისი რაღაც ვიზუალიზაცია არის მან პირველ გვერდზე და ნუ როგორც ჩვენ ჩtildeოელი მეზობლები ამბობენ ხოლმე ეს მიჩტატ ნივერედნა რა ხო აი ეგეთი რაღაცაა მაგრამ ნუ ამაზია თვითონ ეს ელიავას ბაზრობა 92 წელს უკვე ამუშავდა რა შემიძლია ვთქვა რომ საქართველოს დამოუკიდებლობის ერთ-ერთი პირველი ესეთი შედეგი იყო რა აი თვალნათელი ხელშესახები შედეგი რაც იყო აი ელიავას ბაზრობა ნაღდათ იყო რა და ამ ხრივ ეს არის რა ისტორიული მნიშვნელობაც აქვს და
შეიძლება ძეგლათაც კი ვაქციოთ, ხო? ელიავას ხო, მაშინ არ იყო, რა თქმა უნდა, დიდი ესეთი ჰიპერმარკეტები, სამშენებლო ჰიპერმარკეტები და ეს ელიავას ბაზრობა დღესაც განაგრძობს თავის არსებობას და თავისი არსებობით სხვათა შორის საკმაოდ ისე სერიოზულად უწევს კონკურენციას, როგორც გორგიას, ისე თქვა დომინოს და ჩემის აზრით მათ არ აძლევს საშუალებას ძალიან ხშირად ან დიდ ბიზნესს არ აძლევს საშუალებას, რომ რაღაც კარტელურ დარიგებებზე წავიდნენ და ბაზარი დაიფრონ რა. თავის სიტყვას ამბობს ელიავას ბაზრობა და ამ თვალსაზრისითაც ის მე მგონი ჩვენი საზოგადოებისთვის დღესაც კი მნიშვნელოვანია. თუმცა ელიავას ბაზრობა ასკარად შესული არის წინააღმდეგობაში იმასთან, რასაც ჩვენ შეიძლება ურბანული წესრიგი უწოდოთ რა. აშკარად კონფრონტაციაში ამასთან შესული და პრობლემას რა თქმა უნდა წარმოადგენს. ელიავას აი ხა ამის გუში მცდილობდი რომ ელიავას ბაზრობაზე დამეთვალა მეპატრონეები. რამდენი მეპატრონე ყავს ელიავას ბაზრობას? ანუ რამდენი ნაკვეთად არის დაყოფილი და ვერ მოახერხა. ფიზიკურად შეუძლებელია ამ ნახაზში გარკვევა რა. ალბათ დიდი ბანერი რო არის ის იმხელა ბანერი უნდა დამებეჭდა რომ უბრალოდ დანახვა ყოფილიყო შესაძლებელი იმისა თუ იქ რა ხდება. ყველაზე დიდი ნაკვეთი რაც ვნახე არის სადღაც 3 ჰექტარი. თლიანად ბაზრობა ეს ჩემი შემოხაზულია, ხო არ არსებობს ზუსტად განმარტება, რომ ეს არის ელიავას ბაზრობა რა, რაღაც საზღვრები არ აქვს. და ჩემი შეფასებით სადღაც 40 ჰექტარია. ყველაზე დიდი ნაკვეთი რაც ვნახე არის 3 ჰექტარი. ყველაზე დიდი რაოდენობა არის 1500 კვადრატი რაიონში ნაკვეთების და არის პატარა ნაკვეთებიც, ესეც უხვად არის 150-200 კვადრატული მეტრი. ამ ნაკვეთებს ყავს თავისი მეპატრონეები და მე მაგათ რაღაც ელიავას ღმერთებს ვეძახი რა. ოღონდ ამ ღმერთებს თავისი ისა აქვთ უცნაური იერარქია, უბრალოდ იერარქია არ არსებობს ამ ელიავას ღმერთებში. ღმერთებს იმიტომ ვეძახი, რომ მათ ძალიან უცნაური ურთიერთობები აქვს დანარჩენ ელიავათი მოსარგებლე საზოგადოებასთან. იმიტომ რომ მათ გაქირავებული როგორც წესი მიწის ნაჭრები აქვთ. და მე ამ ვისაც მიაქირავეს, იმას კიდე გაქირავებული აქვს. და იმას კიდე შეიძლება კიდე გაქირავებული ქონდეს. საოცარი ურთიერთობებია. ამ ღმერთებს ერთმანეთთან ხშირად ჩხუბი აქვთ, შუღლი აქვთ, ერთმანეთი არ მოსწონთ, გადაკიდებულები არიან. მოკლედ ძალიან რთული ურთიერთობებია და ქაოსია და იმიტომ ვერასდროს ვერავინ ვერ შეძლო ამ ელიავას ბაზრობის მოთოკვა და ლაგნის ამოდება რა და ველურად თავისუფალი ადგილია. მან ამ ბუკლეტში რაც დაგირიგეთ არის ელიავას ბაზრობა და არის ერთი ნაკვეთი მაქვს აღებული, რომელიც არის სადღაც 4000 კვადრატული მეტრი, ბოლოს წინა გვერდზეა და ამ ნაკვეთის ეს ნაკვეთი აეროფოტოში როგორ გამოიყურება და მე სულ ბოლო გვერდზე არის როგორ გამოიყურება ეს ნაკვეთი საკადასტრო რუკაზე, ანუ ოფიციალურად რა ნაგებობებია ამ ნაკვეთზე დაფიქსირებული. უბრალოდ შეხედეთ და ცხადი გახდება როგორი რა რეალობასთან გვაქვს შეხება რა. ანუ ამას რო დავხედავთ, პირველი შეკითხვა რაც გაგვიჩნდება არის ის, რომ აქ ხანძარი როგორ არ ხდება. ან რომ მოხდეს, მერე რა იქნება, მერე რა გვეშველება.
საბედნიეროდ რა ხანძრებიც იყო ელიავაზე, ყველა შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ბედნიერად დამთავრდა. აი ბოლო არის, ბოლო რაც ვნახე 22 წელში არის თებერვალში, თუ არ ვცდები. 22 7 თებერვალს. არა რაღაც ხომ თქვათ ვერ გავარკვიე რა ადგილას მოხდა, მაგრამ ნუ აი არის ეგეთი ხანძარი ეს ხანძრები აი ღმერთმა არქნას რომ აი დაშლილებში მოხდეს რა ეგ ხანძარი რა, თორე იქ იმას რა ჩააკრობს კაცმა არ იცის. წარმოიდგინეთ, გაჟღენთილია მიწა იმითი ვარქია. რაღაცებს ეთით და რაღაც უბედურებს, საწვავი რაღაცები. მოკლედ აი ეს ისტორია მაქვს ელიავაზე და ეს ხანძრები ელიავაზე რაღაც ნაკვალებს შლის ხოლმე, მაგრამ მე ეს ყველაფერი ძალიან მალე აღდგება ხოლმე. რაღაც სახეცვლილი, მაგრამ აღდგება ხოლმე და ჯერჯერობით ელიავა მაინც ამ რაღაც აი იცით რას მაგონებს გარკვეულწილად, აი იმაში კოპოლას ფილმი არის ესეთი აპოკალიფსის ნაო, თუ იცით. ხოდა იქ ეს თავარი გმირი მიდის ამ ომის თითქოს მიდის რაღაც ომის გულის აღმოსაჩენად, ამ ომის გულში მიდის და იქ თითქოს აი ეს ომის გულში არის კიდე ომის ღმერთი, რომელიც უნდა გაანადგუროს, რომ ომი მორჩეს, თუ რაღაც მსგავსი იდეა არის და აი ეს ელიავა ჩემს წარმოდგენაში პოეტურად უკავშირ აი რაღაც ეგეთია რა, რაღაც იმ არეულობის და იმ თანგები ბორდელი, ესე იცახება ხო, იმ ბორდელის ეს არის ცენტრია და გულია, რაც ზოგადად ქვეყანაში ხდება და ოღონდაც ერთი განსხვავებაა, რომ იქ ღმერთი არსებობს ერთი და აქ არ არის ერთი ღმერთი. აქ ბევრი ღმერთები არიან. მოკლედ ეგეთი ამბავია ელიავაზე და ელიავას ღმერთებზე და რა თქმა უნდა ამ ღმერთებს შორის ერთმანეთს რომ ესვრიან ხოლმე იქ რაღაცა ხანძარიც გაჩნდება, აბა რა იქნება. მოკლედ აი ესეთი გამოსვლა ეს დიდი მადლობა სოსო, მე მგონი დროშიც კარგად ვეტევით ნელ-ნელა. მე მგონი საინტერესო გამოვიდა ეს მოკლე მიმოხილვა, ასე ვთქვათ, ბაზრებზე და უბრალოდ ერთს დავამატებდი, რომ ვფიქრობ, რომ ამ წინააღმდეგობის ნაწილი, აი ეს პროფესიული კავშირები თუ ჯგუფები, რომელიც ანუ მაგალითად ჩვენც ესე შევიკრიბეთ, ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ შინაარსიც მიეცეს ამ წინააღმდეგობას, თუნდაც ჩვენი პროფესიიდან და სივრცითიდან გამომდინარე და აგრეთვე ამ ლაპარაკი, დისკუსიებით, სტატიების წერით შევძლოთ ადგილობრივი ცოდნის წარმოებაც, რაც დაკავშირებული არის თვითონ ადგილობრივ არქიტექტურასთან. და ეს მოგწონს, არ მოგწონს, შეიძლება საშიში კონსტრუქციებია, არაფორმალური სივრცეებია, მაგრამ ისტორიის ნაწილი არის და არ უნდა წაიშალოს მეხსიერებიდან და აუცილებლად უნდა შევინახოთ ეს თუნდაც მომავალი თაობისთვის და ჩვენი კოლეგებისთვის, ვინც შეიძლება 20 წლის მერე დააპროექტოს ბაზარი. თქვათ რაღაც და გააჩნდეს ლიტერატურა, ისი ნახვაც შეიძლება, იმიტომ რომ შეიძლება 20 წლის მერე ელიავა აღარ იყოს, თქვათ. ხო, ელიავა აღარ იყოს. ეგ ცოტა, ახო, აი, ცოტა მტკივნეული თემაა. მე არ მინდა რომ ელიავა აღარ იყოს. მე მინდა რომ ელიავა იყოს, ოღონდ აი ცოტა ეგ თან როგორ მგონია, იცი რომ ეგ როგორც აი ალკოჰოლიკი, მაგრამ სანამ არ აღიარებს რომ ალკოჰოლიკი ვარ და ავად ვარ, ხო? და არ დაიწყებს, მანამდე გამოჯანმრთელების შანსი არ აქვს რა, აი ეგრევეა ესე, სანამ ელიავას ბაზრობა არ იტყვის რომ ავად ვარ და დახმარება მჭირდება და მიშვენეთ, მანამ
მაგრამ არ გამოვა რა. თორე ისე მე მინდა რომ ელიავას ბაზრობა იყოს. დერა ეხლა რახან ელიავაზე იყო ლაპარაკი გამო ელიავაზში ხო დაწყებულია ევრორემონტი რაღაც ნაწილს შეეხო ეს ევრორემონტია რა მართლა ამ სიტყვის სუდი მნიშვნელობით რა იმიტომ რომ ყველაფერს რატომ გას ევრო ხო და იმას სოსოს მიუწევს გული მაინც იმ ძველი მაგრამ მან იყო სხვა შორის ერთი ძალიან საინტერესო ის შოკოლადის ფაბრიკიდან დაწყებული ძალიან საინტერესო ობიექტები იყო რა ერთადერთი ობიექტი რომელიც ინვესტორმა რაღაცნაირად მაინც შეძლო ეხლა რაღაც არქიტექტორები იმიტომ მომამას რა იქ იყო მრგვალი გარაჟი რომელიც ჩვენ სახელოსნოში გაკეთდა ჯემალ ლებანიძე იყო ეგეთი არქიტექტორი და იმ აი სრულიად გაუთვითცნობიერად რომ მივედი და ნახე რომ გადარჩენილია ის გარაჟი ნუ უკვე პრეტენზია გაჩა რატო შეღებეთ ამბრად მაგრამ ეგ სისულელია რასაკვირველია აი რაღაცა გადარჩა ის ფენდა ხალხი რომ უყურებს რაღაც უფრო სხვანაირად რაღაცნაირად მდიდრდება ვერ ვიტყვი მაგრამ რაღაცნაირად არ არის ესე რომ ყველაფერი გადარჩენა ყველაფერი შეიძლება რამდენად ყველაფერი გადასარჩენია მაგას შეიძლება ბევრი ვიკამათოთ რა მაგრამ ისეთი რაღაცეები რაც რაღაც შენ ისტორიას განვითარების ისტორიაზე ვლაპარაკობ თორე დღეს აგერ უსმენდი მე სხვა შორის ამასაც გეტყვით რომ დღეს გამოგვიცხადეს რომ დღეს ჩვენი დედაქალაქი არის ბევრად უფრო განვითარებული ბევრად უფრო მწვანე ლამაზი და პირველ რიგში ეს არის დედაქალაქის მერის დამსახურება. მთავრობის მეთაურის თქმით, დედაქალაქის განვითარებისთვის მზადდება გეგმა და 4 წლის შემდეგ თბილისი კიდევ უფრო მეტად განვითარებული იქნება რა ეს რო არ წარმეკითხა ასე თქვა. ესეთი დამოკიდებულება სიტყვა და საქმე ყოველთვის ერთმანეთისა და ის საქმე რასაც ჩვენ ვემსახურებით ურთულესია და არ ყველას გონია რომ ყველა ჯოხი ჩვენზე ტყდება რასაკვირველია. ყოველთვის ან ვინც იმას რა ქვია აგურს დებს იმ ადგილზე და არა იმაზე ვინც ამ უცნაური გადაწყვეტილებების მიმწოლები არიან რა რაღაცა ესეთი რომ ეს სწრაფად იაფად და ლამაზად ეგრე არ გამოდის რა მე მგონი კარგი დასასრული და კითხვა გააქვთ კითხვა არა მაქვს უბრალოდ მინდა თქვა მოკლედ ელიავას იქვე დიდუბეში ვცხოვრობდა ხშირად მიწევს კი მე დაზარალებული ვარ მაგრამ იქ არის ძალიან საინტერესო ამბავი არის 3 პატარა ეკლესია უპატარავესი ბაზილიკა და რო ვიკითხე რატოა ეს 3 პრობლემა წარმოიდგინეთ ამ ელიავას დასაწყისში ააშენეს 3 ეკლესია ანუ ეს რაღაც პირადი როგორ თქვა ინდულგენცია ღმერთთან თუ რას უკავშირდება ელიავას ღმერთები და ეს არის ჩემთვის რაღაცნაირად რამდენი გავივლი და ამას შევხედავ ამასთან ამ ქალაქის დიაგნოზით რა და ჩვენი დღევანდელი ყოფის იმიტომ რომ თითოეული ეს ეკლესია იმდენად პატარაა რომ ახლა ურბანულ სივრცეში გამოუსა იმ პირობებში რომ რამდენი ადამიანი დადეს ხო ეკლესიაში რეალი ვერ დაეწევა ისეთი ტუალეტები ვისაც ესე ღრმად გაინტერესეთ არის ერთი არაჩვეულებრივი ჟურნალისტი ჯიმშერ რეხვიაშვილი და იმას აქვს დაწერილი ძალიან კარგი წიგნი კაცებლები ურბანულ გარემოში და აი ეს კლასიფიცირებულია ყველა ის ვინ მონაწილეობს ამ პროცესებში და რატო ვართ ამ დღეში ისე კარგად ლამაზად ვერ დავწერო ამიტომ გირჩევთ რომ წაიკითხო შეიძლება იშოვოთ კიდეც ეგ წიგნი რა და იქ ნუ აი ვინ როგორ მაგას გამართლება ისა აქვს რომ იქ შეიძლება ის ვინც გაყიდა იმას აქვს შეღავათები რაც არის დაკავშირებული ასე ვთქვათ ამ ურთიერთობაში ეკლესიასთან ხო ეს ძალიან მარტივად აიხსნება ეგ მე მგონი რა რომ ხო რაღაცაიდან განთავისუფლებენ რაღაცა ის ნუ იმის მაგერად რომ მივხედოთ ამ ხელა მემკვიდრეობას თუნდაც ერთხელ გერმანელი მყავდა და დაფა ვანახე იქ გამოფენის კუთხეშია ამ დაფაზე ეს ალექსანდერ დორფ თელი ისტორია წერია ყველაფერი ვიღაცას ფლომასტერია გადასმული სახლები რამდგომრებაში კარგად მოგეხსენებათ და ნუ აი მორჩა
დიდი მადლობა ამ შესაძლებლობისთვის, რომ მადლობა. მადლობა. ავასრულოთ, ხო?